ბრუნდებით იშხნის რესტავრაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ქართული მხარე თურქეთის მთავრობა საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით დღეს გადაუგზავნის. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ დეტალურად შეისწავლეს ტაძრის მდგომარეობა და საკუთარ მოსაზრებებს თურქ კოლეგებს მიაწვდიან. ამ ეტაპზე იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში ჩართულები არიან ადგილობრივი არქეოლოგები, ქართული მხარე ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს. ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი ექსპერტები ჩავიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, ინახულეს იშხანის ოშკიც, შეისწავლეს მდგომარეობა. მადლობა მინდა მოვახსენო თურქეთის კულტურის სამინისტროს მის ხელმძღვანელობას იმ კეთილმეზობლური დამოკიდებულებისათვის, რაც გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და უნდა ითქვას, რომ ეს პირველი ნაბიჯები არის, მე ვფიქრობ, სამაგალითო ჩვენი ერთობლივი მუშაობის დასაწყისისა. სამუშაო პროცესი ამ რეკომენდაციების შემუშავებისა დასრულდა პარასკევს, მაგრამ გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ გავეხილეთ ეს რეკომენდაციები ერთობლივად და დღეს გადავაგზავნით უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, თურქეთის მხარეს ოფიციალური აქტის მეშვეობით გადავაგზავნით თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს.